მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. ვიწყებ ახალი ვლოგის გადაღებას დღის 3 საათზე, არ ვიცი დღეს რატომ გადავწყვიტე ასე გვიან ვლოგის დაწყება. გასული ვიყავი, სულ ახლახანს შემოვედი და რამოდენიმე ხანში ბავშვებიც მოვლენ, ამიტომ მინდა რომ რაიმე საინტერესო სადილი მოვამზადო. ინტერნეტში რამოდენიმე დღის უკან ვნახე თუნას და კარტოფილის ღვეზელი ღუმელში, ამიტომ დღეს გადავწყვიტე რომ ეს ღვეზელი მოვამზადო და ვნახოთ რა გამოვა. ასევე მინდა რომ ავიღო ნაძვის ხე მისაღებ ოთახში, რადგან რაც უფრო წელავ, მით უფრო არ მინდა და როგორც ძალიანაც არ უნდა მინდოდეს, უკვე დროა, თითქმის გავიდა იანვარი, ამიტომ დღეს გადავწყვიტე რომ ავიღოთ დიდი ნაძვის ხე და საშობაო დეკორაცია ყველგან სამზარეულოს გარდა, რადგან სამზარეულოშიც ბევრია და ვერ მოვასწრებ დღეს. ღვეზელის მომზადება უმარტივესია, დაგვჭირდება შიგთავსისთვის კარტოფილი, მწვანე ხახვი, ჩვეულებრივი ხახვი და თუნას კონსერვი. შემდეგ ვაკეთებთ ცომს და ასე ვაცხობთ. მოკლედ, მე ავიღე უმი კარტოფილი, რადგან რეცეპტის მიხედვით საჭირო იყო უმი კარტოფილი, რომელიც უნდა დაგვეჭრა რაც შეიძლებოდა წვრილად. ამის გამო ცოტა დიდხანს მოუწია ჩემს ღვეზელს გამოცხობა, ამიტომ თუ გამოაცხობთ, გირჩევთ რომ ჯერ წინასწარ კარტოფილი ან მოხარშოთ ცალკე, ან და ოდნავ შებრაწოთ, რომ დიდი ხანი არ დასჭირდეს შემდეგ გამოცხობას. თვითონ ღვეზელი გამოვიდა უგემრიელესი, განსაკუთრებით გოჩას ძალიან მოეწონა და 2 ნაჭერი მიირთვა. როგორც უკვე გითხარით, თუ მოამზადებთ, აუცილებლად პირველ რიგში მოამზადეთ კარტოფილი, ან მოხარშეთ, ან შეწვით ტაფაზე, რომ უფრო მალე გამოცხოს. მე საათზე მეტი ველოდე, შემდეგ ვამოწმებდი ხის ჩხირით და ვხვდებოდი რომ კარტოფილი არ იყო ჯერ მომზადებული. ახლა გადავიდეთ ცომის მომზადებაზე. ავიღე 3 კვერცხი, დავუმატე მარილი, შემდეგ დავუმატე მაწონი და აუცილებლად ინფობოქსში დავდებ პროპორციებს, კარგად გავთქვიფე, დავუმატე ფქვილი, შემდეგ გადავიტანე გამოსაცხობ ფორმაზე ნახევარი ცომი და ჩავდე შიგთავსი, შემდეგ დავუმატე ზემოდან მორჩენილი ნახევარი ცომიც, ზემოდან მოვაყარე სეზამის მარცვლები და გამოვაცხე. ღვეზელი წყვება 180 გრადუსზე, სადღაც 25 წუთში უკვე შეიბრაծა ზემოდან და ეტყობოდა რომ მზად იყო, მაგრამ იმის გამო რომ კარტოფილი არ იყო ჯერ მზად, ზემოდან გადავაფარე კილეტა, რომ არ დამწვარიყო ზემოდან უფრო უარესად და ისე ვაცხე კიდევ 1 საათი. წესით ნახევარი საათი ყოფნის ამ ღვეზელს, თუ კარტოფილი მზად იქნება უკვე. სანამ ღვეზელი წყვება, ვიფიქრე რომ იქამდე ნაძვის ხეს ავიღებ თქო და საქმეც წინ წავა, მოვხსენი ბურთები და სხვა დანარჩენი რაღაცეები, რაც ნაძვის ხეზე ეკიდა, ცოტა გამიჭირდა მანათობლების აღება, რადგან ბოლო ვერ ვიპოვე. პირველად დამემართა ასეთი რამ, ყოველთვის ვიმახსოვრებ ხოლმე სად ვდებ ბოლო ნაწილს მანათობლის, შემდეგ იქიდან ვიღებ, ვახვევ კარტონზე და ასე უფრო ადვილად პირდაპირ ნაძვის ხიდან ასე ვიღებ. ამჯერად ვერც თავი ვიპოვე, ვერც ბოლო ვიპოვე,
ავბლანდე ერთმანეთში, მოვხსენი შემდეგ მთლიანად ნაწვისხიდან და ისე ავაბი კარდონზე, მოკლედ ნახევარი დღე ამან წაიღო, შემდეგ როგორც უკვე გითხარით, ჩემი ღვიძლი დიდხანს ცხვებოდა, ამიტომ მთლიანად ამ დროის განმავლობაში ავიღე მთლიანად საშობაო დეკორაცია მისაღებ ოთახში, შემდეგ ვივახშმეთ, რადგან უკვე გვიანი იყო, ეს აღარ იყო სადილი და შემდეგ ქოჩას ჰქონდა გაკვეთილების სასწავლი და ასე მოხდა, რომ ვეღარ გადავიღე ამ დღეს ვერაფერი და შემდეგ გავაგრძელე მეორე დღეს გადაღება. გაკვეთილები არ აქვს ქოჩას ხშირად დასაწერი, განსაკუთრებით აძლევს ხოლმე მასწავლებელი პარასკევობით, ამოწმებს რომელ საგანში ჩამორჩა და ვერ მოასწრო იქვე სკოლაში რომელიმე დავალების გაკეთება და იმას აძლევს, რომ სახლში დაამთავროს. ქოჩას დაავიწყდა წინა პარასკევს წიგნის მოტანა, ამიტომ ამჯერად გავაკეთეთ თითქმის 2 კვირის დავალებები, ამიტომ ცოტა გაგვიგრძელდა, ხან მე ვეჯექი, ხან სერგო, მოკლედ ნერვები რომელსაც გვყოფნი და ის ვეჯექით ხოლმე და ასე ჩაიარა მთელმა დღემაც. ამ დღეს დაგეგმილი მქონდა კარგად დალაგება და დასუფთავება მისაღები ოთახის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დეკორაციას ავიღებდი, მაგრამ მოვასწარი მხოლოდ გამტვერსასრუტება და მეტი ვერაფერი დანარჩენს უკვე მეორე დღეს ვაგრძელებ. შეგახსენეთ, რომ ახლა არის ხუთშაბათი დღის საღამო. You've been shattered, you've been broken down. Heart is beating, still won't make a sound. It feels like an angel straight from heaven, just like my lucky number 7. You're my shooting star. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heart need to save it. 'Cause your love's underrated. 'Cause your love's underrated. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heart need a saving. 'Cause your love's underrated. Deep in my heart I know you're irreplaceable. Together unstoppable. And I feel your frequency, feel your love around me. I'm drowning in my mind, don't wanna let you down. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heart need to save it. 'Cause your love's underrated. 'Cause your love
it's underrated. ახლა არის პარასკევი დღე, სადღაც დილის 10 საათი, როგორც ხედავთ, სარეცხია მოფენილი, ეს სარეცხი წუხელ გამრეცხე მთელი ღამე იყო გარეთ და დილის 6 საათზე შემოვიტანე დავდე გამათბობელზე, სარეცხი რომელიც არ იყო მთლად სველი და გაყინული, ის სარეცხი დავდე სკამებზე. ზამთრის პერიოდში მემატება კიდევ ერთი სახლის სამუშაო, ყურადღება მივაქციო სარეცხს, დროულად შემოვიტანო სახლში და გავაშრო, რადგან აივანი მაქვს ძალიან პატარა, ეტევა მხოლოდ ერთი საშრობი და მაღლა ჭერშიც ვეღარ ვფენ, რადგან ჭერშიც ცივა, კვირაობითაც რომ ეკიდოს, მაინც სველი ჩამომაქვს შემდეგ და წვიმის დროსაც ჭერში წვეთავს, ამიტომ აზრი არ აქვს ჭერში დაფენვას. ახლა მოვიტანე ახალი სარეცხი, დღეს დილის 6 საათზე შემოვიტანე სხვა სარეცხი, რადგან ვიცოდი რომ კიდევ მქონდა გასარეცხი და დღეში ორჯერ თუ არა ერთხელ მაინც ვრეცხავ სარეცხს, 4 ადამიანი ვართ და თითქმის ყოველდღიურად ვიცვლით, ასევე პირსაწმინდები კვირაში ორჯერ მაინც ვრეცხავ ასეთ გროვა პირსაწმინდებს. ამჯერად ნახევარი სარეცხი დილით გავაშრე, შემდეგ ახლად შემოვიტანე და დავდე გამათბობელზე დანარჩენი ნახევარი, საღამომდე ესენიც გაშრებიან, ავიღებ უკვე საღამოს და შემოვიტან პირსაწმინდებსაც. მოკლედ, ასე ცვლის ერთი სარეცხი მეორეს და ჩემი გამათბობელი სულ დაკავებულია სარეცხით და სარეცხის შრობით. დავიწყე უკვე მისაღები ოთახის დალაგება, პირველ რიგში გავანთავისუფლე რაფა, გავწმინდე და საერთოდ ოთახის დალაგებას ვიწყებ რაფის გაწმენდვით, ხშირად შემდეგ ვწმენდავ ფანჯრებსაც, დღეს ფანჯრებს არ გავწმენდავ, რადგან გარეთ წვიმს. შემდეგ გამახსენდა, რომ ყვავილებსაც ესაჭიროებოდა წყლის დასხმა და დავიწყე ყველა ყვავილის დასხმა. ამანაც საკმაოდ დიდი დრო წამართვა, უკვე თითქმის პირველია, ბავშვებიც ახლა სადაცაა მოვლენ, რადგან პარასკევობით პირველამდე არიან სკოლაში და მოვამზადე სადილი. დღეს სადილად გვექნება შემწვარი ქათამი ღუმელში, კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად. ასევე მოვამზადებ სალათას და სოუსად იქნება ცაციკის სოუსი. ცაციკის სოუსი ნაყიდი მაქვს. ხშირად მე თვითონაც ვამზადებ ცაციკის სოუსს, მაგრამ ამჯერად გამოვიყენებ ნაყიდ სოუსს. ახლა მოვამზადოთ ჩემი უსაყვარლესი და უგემრიელესი სალათა, დაგვჭირდება მხოლოდ პამიდორი, აისბერგის სალათი და ბაბუაწვერას ფოთლები. თუ არ ვწდები, ეს ბაბუაწვერას ფოთლებია. ყველაფერს ვჭრით წვრილად, ვურევთ შემდეგ ერთმანეთში და საიდუმლო ინგრედიენტი აქ არის ბალზამიკო. დღეს გამოვიყენე ფორთოხლის ბალზამიკო, პირველად გამოვიყენე ეს ბალზამიკო და ასევე ძალიან მოუხდა, აქამდე ხშირად ვიყენებდი მარწყვის ბალზამიკოს და ასევე ამ სალათას უხდება ქათმის ფილე შემწვარი ან კრევეტები. მე არ დავუმატე არც ფილე და არც კრევეტები, რადგან ჩვენ მივირთვით ქათმის ხორცთან ერთად. სადილის შემდეგ ვაგრძელებ ისევ მისაღები ოთახის დალაგებას, როგორც ხედავთ ჩამობნელდა, როგორც უკვე გითხარით გარეთ წვიმს, ამიტომ ასე უცებ ჩამობნელდა და უფრო უარესად დაიწყო წვიმა. ვამტვერს ასრუტებ პირველ რიგში ყველგან, შემდეგ გავასწორე მაგი და დავდე თავის ადგილას. თუ გახსოვთ, ის დიდი გრძელი კარა და იიდო იქეთ კუთხეში, რატომღაც
გადავწყვიტე, რომ მანდ ყოფილიყო და ის კუთხე ყოფილიყო ჯერჯერობით თავისუფალი. არ ვიცი, შეიძლება შემდეგ გადავიტანო, ჯერჯერობით ასე დავტოვებ. შემდეგ გავწმინდე ავეჯი ზემოდან, რადგან როგორც გახსოვთ, საშობაო სტიკერები ეკრა და ამიტომ მთლიანად გავწმინდე და შემდეგ გავწმინდე იატაკი. რა თქმა უნდა, გამტვერსასრუტება და იატაკის გაწმენდვით გავწმინდე ყველგან, ყველა ოთახში კადრს მიღმა და ამანაც რა თქმა უნდა, ბევრი დრო აიღო, ამასობაში ჩამომიღამდა კიდეც, სანამ მოვრჩი ყველაფერს. დღეს ასევე მინდოდა რაიმე გემრიელობის გამოცხობა, მაგრამ ვერ მოვასწარი, რადგან კადრს მიღმა სამზარეულოშიც ბარემ ავიღე მთლიანად საშობაო დეკორაცია და ჩავიტანე ყველაფერი სარდაფში. ერთადერთი მხოლოდ ის მახარებს, რომ ერთ დეკორაციას ცვლის მეორე, ახლა მოდის თებერვლის დეკორაცია ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით და გერმანიაში ამასაც მოწიწებით ეკიდებიან და არის ძალიან ბევრი და ლამაზი დეკორაცია 14 თებერვლისთვის. თვითონ გერმანიაში ყველა თავისებურად აღიქვამს ამ დღესასწაულს, ზოგი ფიქრობს, რომ სიყვარულისთვის თავდადების დღეა, ზოგი ფიქრობს, რომ შეყვარებულების დღეა, ხოლო ზოგისთვის წმინდა ვალენტინის დღესასწაულია, ზოგი კი ფიქრობს, რომ სატანების დღეა, ამიტომ ყველა თავისებურად იღებს ამ დღესასწაულს. პირადად ჩემთვის ეს დღე სიყვარულთან ასოცირდება და პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ 14 თებერვალი იყო სიყვარულის დღე, ასევე ჩვენ საქართველოში აღნიშნავდით 15 აპრილს სიყვარულის დღედ. განსაკუთრებით მომწონს ამათი გაფორმება, სახლის დეკორაცია ამ დღესთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე სიამოვნებით ვაფორმებ. რადგან ყველგან საშობაო დეკორაცია ავიღე, გადავწყვიტე, რომ ფრჩხილებიც შემეცვალა, რადგან ფრჩხილებიც საშობაო იყო, ზუსტად 3 კვირა რაც მიკეთია, ამ 3 კვირის მანძილზე არც ერთი ფრჩხილი არ მომწვრა, მიუხედავად იმისა, რომ ფრჩხილის წებოთი მაქვს დაწებებული. გამოიყურება იდეალურად, უბრალოდ შუა თითზე გამიტყდა, შუაზე გაიპო, ვერ მოვხსენი, ამიტომ მოვჭერი. გაჩვენებთ როგორ ვიკეთებ, რა თქმა უნდა არავის არ მოგიწოდებთ ასეთი ფრჩხილების გაკეთებას, უბრალოდ შეიძლება ვინმეს არ აქვს საშუალება იმის, რომ გაიგეთოს გელ-ლაკი ან ფრჩხილების დაგრძელება, ან თუნდაც სამსახურის გამო, ან რაიმე ოჯახური პირობების გამო, მოკლედ, ან ზოგს შეიძლება ალერგია აქვს და კარგი ალტერნატივაა ასეთი ფრჩხილები. ზოგს შეიძლება საბანკეტოდ სჭირდება, ან ქორწილში მიდის და რამოდენიმე დღით სჭირდება და კარგად რომ გაიკეთოს, ამიტომ გაჩვენებთ როგორ ვიკეთებ მე. პირველ რიგში ფრჩხილებს ვდებ თბილ წყალში სადღაც 20 წუთით, შემდეგ ვიხსნი და ზემოდან ვიქლებავ. მე მაქვს პროფესიონალური ქლიბი, მაგრამ არ არის საჭირო პროფესიონალური, უბრალო ქლიბითაც გაიქლებება. თუ ჯერ არ გაქვთ არასდროს გაკეთებული და ახლა იკეთებთ, აუცილებელია ზემოდან გაქლიბვა ფრჩხილის და შემდეგ დაწებება. შემდეგ ვარჩევ რომელი ფრჩხილი რომელს ეწყობა და რომელი ფრჩხილისთვის ვიღებ რომელს, შემდეგ ვჭრი, პირადად ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელია და მოკლე ფრჩხილებს უფრო ადვილად ვხმარობ და მოკლე ფრჩხილები უფრო ძნელად სწვრება. შემდეგ აუცილებელია რომ ფრჩხილზე ანტისეპტური საშუალება გადავუსვათ. მე ხელის სადეზინფექციო საშუალებას ვიყენებ,
ახლა ხედავთ კადრში, უბრალოდ ზემოდან გადავუსმევ და ვიმაგრებ ესენსის ფრჩხილის წებოთი. ეს წებო არის სასწაული, ამ წებოს მეშვეობით ასე დიდხანს ძლებს ჩემი ფრჩხილები. ალბათ შეამჩნევდით, რომ ეს ბოლო ხანებია სულ ფრჩხილებს ვატარებ და როგორც იცით, ჩემს სამსახურში ფრჩხილები აკრძალულია. მანიკური, ფრჩხილის დაგრძელება, გელ-ლაკი და ასეთი ფრჩხილებიც კი კატეგორიულად არ შეიძლება. სამსახურიდან გამანთავისუფლეს, სამწუხაროდ ახლა დრო აღარ მაქვს რომ მოგიყვეთ, ჩემი ვიდეო ახლოვდება დასასრულს, ამიტომ შემდეგ ვიდეოში აუცილებლად მოგიყვებით თუ რატომ წამოვედი სამსახურიდან. ახლა კი აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, მომავალ შეხვედრამდე.